გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი და ეს არის ARMA 3 Altis Life-ი და დღეს გაჩვენებთ ჩემი კოლექციის რაღაც პატარა ნაწილს. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში ეს არის კვადროციკლი. მისი ყიდვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ერთ შეხედვით სამხედრო კვადროციკლს გავს, მაგრამ ქალაქში იყინება. რაც შეეხება ამ ტრანსპორტებს, ესენი უკვე სამოქალაქო ტრანსპორტები არ არის. მაგალითად ეს არის სტრაიდერი და მისი ყიდვა შეუძლია მხოლოდ ან პოლიციელს, ან პარტიზანს. ამ შემთხვევაში მე ვარ პარტიზანი და ის ვიყიდე ეს მანქანა 300,000 ღირს. საკმაოდ მაგარი კომფორტულია. ხედავთ ალბათ, კამერა უყენია. და იმას საუბრისნავ, რომ ამ მანქანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბრონი, ჯავშანი. ერთ შეხედვით კარგი მანქანა ჩანს. რაც შეეხება ამას, ჩემი საყვარელი მანქანაა. ესეც საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს და ასევე მისი შეძენა შეუძლია მხოლოდ პარტიზანს და პოლიციელს. უნდა განახეთ. ესეც საკმაოდ კარგი მანქანაა, კარგი გამოვლობის, ბრონირებული. პოლიმიოტი ამას არ უყენია. ესეც ჩვენი მონსტრი. რა თქმა უნდა, ესეც ჯავშანი. ამასაც არ უყენია პოლიმიოტი, იმიტომ რომ არ მქონდა იმის ფული რომ ეყიდა. მისი შეძენა, რა თქმა უნდა, შეუძლია მხოლოდ პარტიზანს და პოლიციელს. ბრონი საკმაოდ ძლიერი აქვს. ერთ შეხედვით მონსტრს გავს მგონი. რაც შეეხება ამ მანქანებს, ჩვენ თამაში ქვია ამას ნედაროჟნიკები, ოფროადის მანქანები. ეს მანქანები ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავდება. ეს არის ჩვეულებრივი პარტიზანული ნედაროჟნიკი პოლიმიოტით. ესეთი. ნახეთ. საკმაოდ ძლიერი მტყვია-მხრევი უყენია. ნახეთ. ესეც იგივე, ესეც არის ნედაროჟნიკი, ოფროადის მანქანა, მაგრამ ეს ცოტა გაუმჯობესებულია კარებებით და წინ სხვანაირ დამცველი უყენია. დუგა, ასე ვთქვათ. ცოტათი განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება ამას, ეს არის ჩვეულებრივი ოფროადის ნედაროჟნიკი. ის იყიდება ქალაქებში, ჩვეულებრივ მაღაზიებში და ამის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ესეც კარგი მანქანაა. ჩემი კოლექციის შემადგენელი ნაწილია. ეს ვიდეო ამით დამთავრებულია და სამომავლოდაც ვაპირებ რაღაცების გაკეთებას. კარგად, მადლობთ.